გვაქვს მამულის შვილებს ხმალი ვიყიდოთ მტერს რომ დაუხდეთ. ისეთი ჯიპით უნდა მოვიდეს რომ ჩემს iPhone სვეტში მოვხდეთ. ნატოც კარგია, რუსიც კარგია, გამოიცვალე 7 პარტია. თუ გინდა კიდევ 7 გამოვიცვლი, ეგ არის ნახტი დემოკრატია. დაიძინე. გაიღვიძე, დავე და ბევრი წამე. მერე ერი დღე და ღამე ფიქრობს. გვეშველე ბარამე ერთხელ საქართველოში გვეშველე ბარამე ერთხელ საქართველოში შანსი არ არის. ფისო ბოტკოველის შოუს წყალობით ახალგაზრდები წიგნს დაუბრუნდნენ. მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ფისო ბოტკოველის ჩურჩულები. დღეს ჩვენთან გადაცემაში ძალიან საკამათო თემაზე ვისაუბრებთ, ქალი თუ კაცი. კაცი თუ ქალი და ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი გახლავთ ნიკა კაციტაძე. გაგზავნით მადლობა სტუდიაში მოგწონებისთვის. მოუყევით მაყურებელს თქვენი ისტორია. გადავწყვიტე რომ თავი გადამეკეთებინა ქალად და გავხდი დოდო. ნუ თან ეს ქალბატონი როცა გავხდი და ყველაფრით და ეს მოვიხდინე, შევიკვდენი და კურიოზები თქვენთანაც ხდება. აშენიშნეთ, დიახ, გისმენთ. ხო და აი როდესაც გავხდი დოდო, ვიფიქრე რომ ვიღაცა მაჩუქებდა iPhone-ს, Jeeps, ძვირფასეულობას, ბოლო-ბოლო და სამსახურს მაინც ვიშოვიდი და ვიწყებდი მდივნად მუშაობას ვინმეს თანაც, მაგრამ ქალბატონი ფისო და როგორც სიტყვა ყველა კაცი რომ მართლაც აღმოჩნდა ყველა კაცი კრიჟანი, მაპატიოს საზოგადოების ამ ძლიერმა სქესის წარმომადგენელი, მაგრამ აი ესეა, მე მაშინ დავწმუნდი, როცა დოდო ვიყავი და გადავიკეთე ისევ თავი მამაკაცად. ხო, როგორც ბატონ ნიკოლოზი გამოგეცხადეთ თქვენი მონამორჩინე. იმისათვის რომ არ დაირღო ეს გადაცემაში ობიექტურობა, მინდა მოვისმინო საპირწონე ისტორია. ქალბატონი დოდო სტუდიაში. გამარჯობათ გაგებს. დაგზავნით. მოგვეყევით. იცით რა იყო, მე თავიდანვე ვიყავი დოდო, ქალი. შემდგომ აღარ მახსოვს უკვე რაზე მომეშალა ნერვები, ძალიან მომეშალა და გადავიკეთე სქესი და გავხდი ნიკა. დოდო და ნიკა. ნიკა და დოდო. ეს სახელები ძალიან საეჭვოდ ფიგურირებს ამ ისტორიაში. მოგვიყევით ისტორიას სრულად. სწორად მიხვდით, ჩვენ ცოლ-ქმარი ვართ, ვიყავით. და ესე სქესის გადაკეთების შემდეგ სახელები გავცვალეთ. ნუ მოხდა მე ისე რომ მე როცა გავხდი ნიკა, დოდომ დაიწყო, რატომ მოდიხარ გვიან სახლში, სად დაეთრევი, რატომ სვამ ამდენს, პური მოიტანე, ის მოიტანე, შენი მონა არა ვარ, ტვინი წაიღო. ავდექი და გადავკეთდი ისე დოდო. რა გახდა თქვენი ოჯახის დანგრევის მიზეზი? ალბათ მაყურებელს დაინტერესებდა, იმიტომ რომ ფანტასტიკური ადამიანები ბრძანდებით. საყვარელი ყავდა ამ გათახსირებულს. როდესაც მე დოდო ვიყავი და ეს ნიკა, მაშინ ამასაც ყავდა საყვარელი. მოდით იმისათვის რომ გავიგოთ ისტორია სრულად და ფარდა ალხადოთ. ყველა საიდუმლო სტუდიაში მოვიხმოთ საყვარელი. ნუკრი. შენი საყვარელი. შენი საყვარელი. გამარჯობა, გაგზავნით. მე არ ვიცი. მოგვიყევით ისტორია, იმიტომ რომ მაყურებელი დაბნეულია, ისე როგორც სინამდვილეში იყო. დიახ, ჩვენ საყვარლები ვიყავით. მაგრამ ნიკა ძალიან ცუდი საყვარელი იყო. ყურადღებას არ მაქცევდა. არც iPhone-ი მიყიდა, არც მუშაობა დამაწყებინა. მოკლედ მომეშალა ნერვები და გადავკეთდი კაცად. შემდეგ მე და დოდო გავხდით საყვარლები, მაგრამ ამანაც ტვინი წაიღო. ყურადღებას არ მაქცევ, მუშაობას არ მაწყებინებ. ჯიპი მიყიდე, iPhone-ი მიყიდე. ხო და მომეშალა ნერვები და გადავკეთდი ქალად. ამ ისტორიამ ალბათ მაყურებელი ძალიან დააბნია და შეიძლება ზოგიერთები დააფიქრა კიდეც. ფისო ბოტკოველის თოქ-შოუ ჩურჩულები
ამით დასრულებულია და შემდეგ კვირაში ჩვენ უკვე შევხვდებით გადაცემაში ჩურჩულები უკვე ნუგზარ ბოტკოველთან ერთად. არმენა ბორბლებიან აკვანში იზრდებოდა. მერაბაკი აგურებზე შეყენებულში. მაზეი ბიჭო, გაი, გაჩერდი, ბიჭო, დავიღალე, გაჩერდი. არაკაცული კარი, გაჩერდი რა. აი, ცხვირი ხო გაგისწორე. აი, მოღუნული ცხვირი ქონდა გაგისწორე იმენ. შეცხოვრებაში არაფერი არ გამოგისწორები, არც გაგისწორებიო. გაჩერდი, მართალი ხარ იმენ. მოდი, გაჩერდი, დავიღალე, ბიჭო, გაჩერდი, დავიღალე. მე რა ბრაკჭის, კარგია, კარი, დავიღალე რა. თავისი ბიძაშვილის ბრალია. ა ბავშვები ვიჩისებ. ბიძა შენ ვაფშე ყავს, ბიძაშვილიც არ აკავს შენ. ბიძაშვილი რა, დეიდაშვილი ხომ ყავს? კიდე მათ ამიშნელობა. შენ დაართხე მე არ ამცალე. აი რა უნდა დავარტყა, გაჩერდი. კარგი, ბიჭო, გაჩერდი, ბიჭო, დავიღალე. გაჩერდი, გეხოცები, კარი, გაჩერდი რა, რაკჭის, გაჩერდი, მე რა ბრამო დავიღალე რა. ერები დამაზის ხნავს. კარგი, გეხოცები, გაჩერდი. ყელი მტკი ვაღაც შემიძლია გაჩერდით რა. რამდენი უნდა გადაგიხადო? ვაფშე რატო უნდა გადამიხადო? იმიტომ რომ ხელს ისე არ ანდრე უფულოდ. ვაი შენ ვაფშე გაჩერდი, შენ ნახე. რა ვახლა ხმაზე დავიღალე შენ დასფიცავარ უკვე. თვალი ამომჩიჩქნა. ისა მოგვივიდათო. ვაფშე სხვანაირად გამოვე სირგოს ცემა გვინდოდა. გამშველებელს მეტი ხვდება არა ისაკი და ვაფშე არ არის ეგრეთო. ყველა შენ მოხდა, მე მოხდა, მაგას ვაშფე არ მოხდა. როგორ გვიდოდა რომ გესემა? ნიტო კნეგო ფრაში თვალი. ეკა საბანაძე რომ დაიბადა, ჭიპლარით დედის მუცელზე კი არა, კალკულატორზე იყო მიერთებული. ალო? გამარჯობათ. თქვენ ხართ მოგებული ფშუტე ბანკის ყოველწლიურ გათამაშებაში და თქვენ მოიგეთ არც მეტი არც ნაკლები ნემსი და ძაფი. თანაც შეხედეთ, არ დაგავიწყეთ, ნემსი და ძაფი არის გაყრილი. დიახ, ნემსი და ძაფი მოიგეთ. გაიხარე, მაგრამ სხვაფერები არ გაქვს. აი, გიждდება შემი შვილი წითელ ფერზე რა. თქვენ ძალიან პრეტენზიული ყოფილხართ, ასე რომ თქვენ არ ხართ ღირსი მოიგოთ, ნემსი და ძაფი გაყრილი, ამიტომ თქვენ მოიგეთ ნემსი და ძაფი ცალ-ცალკე. კარგად გზანდებოდეთ. დროა შემდეგ მონაწილესთან დავრეკოთ. ცოტა ხანში გავხსნით. ალო, ნინო როგორ ახარ? რა ვიცი, შენ როგორ ხარ ეკა? რა ვიცი, როგორ ვიქნები, გოგო, ნორმალურად რა. გათამაშებიდან გირეკა, ვიცი? ვაიმე, მე მოვიგე რამე? კარგი, რა ძინას მოგაგებინებს აქ. უბრალოდ აქედან საერთაშორისო ძალები უფასოა და ამიტომ გადავწყვეტე ჩემ და ქალ საბერძნეთში მოვიკითხავ მეთქი. კაი, აბა, კარგად. ახლა კი დროა ჩვენ შემდეგ გამარჯვებულთან დავრეკოთ. მაშასე, მორიგი ნომერი. ისევ და ისევ ციფრი 5, ბოლო 8 ციფრს არ ვასახელებ. ალო? მოგესალმებით, გამარჯობა თუ შეიძლება თქვენი სახელი მიცხადით, მე ვარ ტუტა. გამარჯობათ ბატონო ტუტა, მე თქვენ გათამაშებიდან გირეკავთ. თქვენი სახელი მიცხადით? ეკა, ძალიან სასიამოვნო, თქვენ მოხდით გათამაშებაში. მე გათამაშებაში? ვაიმე, რა დამთხოვა, მეც გათამაშებიდან გირეკავთ ბატონო ტუტა და თქვენ მოიგეთ ნემსი და ძაფი. ნემსი და ძაფი? დიდი მადლობა ეკა. ბატონო ტუტა, საინტერესოა, მე რა მოვიგე ნეტა? თქვენ მოიგეთ მაჯისაძის პატარა ისარი. მადლობთ. და საინტერესოა, ბატონო ტუტა, როგორ უნდა გადავცეთ ეს შესანიშნავი და გრანდიოზული ორი საჩუქარი ერთმანეთს? მოდი რა გავაკეთოთ ეკა, იცი, მაჯისაძის ისარს მე დავიტოვებ და ეგ ნემსი და ძაფი. თქვენ დაიტოვეთ. შვენიერი გადაწყვეტილება არის ბატონო ტუტა. ძალიან დიდი მადლობა. კარგად გზანდებოდეთ. ჩვენი გათამაშება დასრულდა. მე კი მინდა გითხრათ, რომ აიღეთ ცესხები, გაყიდეთ სახლები, გაყიდეთ მანქანები. უბრალოდ გაუბედურდით და მიიღეთ ფშუტე ბანკის ყოველ 20 გათამაშებაში მონაწილეობა. მე კი გემშვიდობებით, ფშუტე ბანკი ზოგს რაბედი აქვს. ქალაქში ჩასულ გვერდზე სოფლის მაცხოვრებლებს ადვილად გამოარჩევთ ადამიანებისგან და საკმაოდ რთულად
მაიმუნებისგან. გამიღე დროზე თორე მამკლავენ ბიჭო მამკლავენ აიცა მე რა ხდება კაცო ხომ მშვიდობა ჰა მშვიდობა კი არის მაგრამ ჩემი სიმაბრი მომდევს მე რა იყო რა ხდება ჰა მასაკლავათა რა იყო რა გააბრაზე კაცო რა მოხდა მოყები შენ აქ მოდი აქ ჩემი ნანა ხომ მოვიტაცე მე 10 წლის წინა მე ეგროდის იყო კაცო 10 წლის მოტოცებულზე ეხლა მოგდევს ო და ეხლა მოაგნო ჩვენ სოფელსა და რა ვიცი დაგეკარები ბალღი მაჩერე თორება აი მე ბალღი მაჩერე თორე და ჩუმს გაგიფრიტა ესა გამს მიშელეთ ბალღი მაჩერე მესი რა ბალღი გაჩერო რა ბალღი გაჩერო 24 წლისა რა ბალღი ხოდი ბალღი იქნება ჩუმს გაგიფრიტა ახლა მე გეუბნები მე და აი სამამდე მithვი სამი აი მე დრიტარი მისვი რა აიცა ხო ერთი წამი კაცო არ უნდა მაგაცა გაჭირდა აიცა რა ფიჩები საშუალი უნდა გახდა შენა ჰა სუშარი უნდა მომიტანო აქ კაბინეტში ერთი წამით მესმის ყველაფერი გასაგებია ბატონო ბალღი მოგენატრეთ კაცო ვის არის ნატრება ბალღი მე განახე თქვენ გოგოსა მე ერთი წამით გამატარე კაცო რა იყო კაცო დახელები ვართ ყველა დამშვიდი აი ეგერ არის კაცო ეხლა ნახეთ 1 2 3 გამაბალღო აქედანა მოდი აი და ბაბა შენი მოვიდა არ უნდა მიესალო მაიცა კაცო ეხლა ორივესა გასაკეთებ გელოდი გასაკეთებ კაცო შენ არ მითხარი გადამარჩინეო ხო და აგერე მიმიტო გამოვიყვანე კაროთიდან რომ შემთხოვე თორე იყო თავისთვისა და ჭურჭელს არ ეცხავდა დამოგუპენანა ჭურჭელი არა ისა მაგას ხორებაში ერთი თემში არაა განეცხილი მათხვევ რაღაცას გაგიხრა და ჩუთეკანი დავარჩინე მე რა გამიხრა მოხკალი მე რა გამიხრა შეძვის აიზად მე რა გამიხრიდა მაშინა მას მოკვედა პატრონი დედაკულა მაიცა კაცო აბა დაფიქდი ღამე ჭკუა თავში რა ქონე სამხელა კაცსა ამაი რომ ეს თოლად არ მაიყვანა მე საერთოდ როგორ გავიცნობდი და მე როგორ გამოვთ აი თქვენი დედავატირე ერთი ტყითავა ორივე დაგხოთა მაიცა კაცო ასი შეიძლება ერთი ტყია რაცა მოგიყვანა კაცი ორი ტყი წამოვედი მაგრამ შენი სახლის ვისაბარდი შეცდომით მითხრეს ახლა გიგალიხლი მამი არც ერთი არ მოხლა მამი სახში წამოვალ მამი არ მოხლა სახში წამოხვა დედი შენისა მამა ახლა თემსოფელს ვატყბებინები ვახტანდა საშვიდი ბოძი ხარ შენა მაშინა ერთი ტყვია გაგშენა აი ის მოხკალი გამწირე ელა დედი ხედეთ წვიერებსა დედი წვერიცება ბოძის კურით და ციხეში წავა დედი წვერი პატრონი დედაჩვატინე ამანა მე მოკლად ხოთა ერთი ტყვიადებს რომელი მოკლად ამა ირჩიეთ გელოდი მე მომისმინე გევეთრე ხელი გაუსი ამასა იცი რა გააკეთა ეშმაკივით შემომისდა და iPhone 7-ს გიყიდიო რა მექნა გელოდი შე არა კაცო შე რა არ ყოფილ ხაშერი სიტყვის კაცი მაშინ არ ეუბნებოდი iPhone 3-ს გიყიდიო კაცო მაიცა გელოდი შემცოლი ხო იცი რა ტიპი არა აი ამ ამბავი რო გაიგებს არა მე მომკლავს და ტყუილა დუღა დახარჯავ ტყუილს პირდაპირ ახალი აი მაგალი პირდაპირ მეტი დარდი არა მაგე ბოძი გული თირა ციხეში წავედი მე სახ ალბასები გაქვთ და ვერ იღით? მაშინ მიიტანეთ სტიუ და ჯეიმსთან და ისინი თუ ვერ გაგიყიდიან, დაკბეჩენ მაინც. მაშასე, წარმოგიდგენთ ნივიჟუ სათვალებს. გასაოცარეგას ხანდახან ჯეიმს გონია რომ შენ 4 წიგნი გაქვს წაგიწევი. გენიოსი ხარ. ვერიტანთ ხალხმრავლობას, ვერიტანთ ხალხის უაზრო მოკითხვას, გაღიზიანებთ კითხვას სხვა რაშვები. მაშინ ეს საფალე ზუსტად ჩვენთვისაა. ღმერთო ჩემო, რასასწაულია კი, მაგრამ წიუ როგორ ავიცილოთ ჩვენთვის არასასურველი ადამიანები თავიდან? ძალიან მარტივად, ჯეიმს. უბრალოდ იღებ სათვალეს, თქვათ, არასასურველი ადამიანი შენგან ხელმარცხნივ მოდის. იკეთებ სათვალეს ნივიჟუს სათვალები only right და არასასურველი სტუმარი შენგან მარცხნივისა ჩაივლის, თითქოს არაფერიც არ მომხდარა. ძალიან კარგი ეს ყველაფერი ძალიან კარგი კი, მაგრამ დაუშვათ ჩემთვის არასასურველი ადამიანი მოდის მარჯვნიდან. უბრალოდ მაცნებ ჯეიმს. იკეთებ მეორე სათვალეს, რომელსაც სახელწოდება ჰქვია ნივიჟუ only left.
და არასასურველი სტუმარი შენგან ხელმარჯვნივ ისე ჩაივლის, თითქოს არაფერიც კი არ მოიცდარა. და მეტიც, შემიძლია მეტიც გითხრათ. თუ არასასურველი ადამიანები ერთდროულად მარჯვნიდან და მარცხნიდანაც მოდიან, მაშინ სუპერსათვალე ნივიჟუ გთავაზობთ ნივიჟუ left and right. და რა თქმა უნდა პრობლემაც მოგვარებულია. ძალიან კარგი, სწიო გენიოსი ხარ, მაგრამ მაინც ვერ გიტანი. და ჩვენ ახლა სტუდიაში შემოგვიერთება ადამიანი, რომელიც უფრო დეტალურად აგვიხსნის თუ რატომ არის ეს ნივიჟუ სათვალე კარგი. სტუმრების ღმერთი ხარ. ძალიან არა მარტო. ძალიან მთხოვ. ლუკა, სად ხარ? სად დაიკარგა? ლუკა. აი, ხომ ხედავ, გასაოცარია. გენიალურია, მას ასე შეიძინეთ ნივიჟუ სათვალეების სულ რაღაც 59 ლარად და 99 თეთრად. ხოლო თუ თქვენ არ გაქვთ საკმარისი თანხა ამ ნივთის შესაძენად, ჩვენი ონლაინ ოპტავოი მაღაზია გაძლევთ შესანიშნავ შანსს. ისესხეთ ფული თქვენი ახლობლისგან და იყიდეთ ნივიჟუ სათვალეები. ამის შემდეგ თქვენ ძალიან ადვილად არიდებთ თავს თქვენ მევალეს და ხახვივით შეგრჩებათ როგორც სათვალე, ასევე ბალი. ძალიან კარგი. თუ თქვენ დარეკავთ უახლოესი 20 წუთის განმავლობაში და გადაიხდით ორმაგს, თქვენ საჩუქრად მოგეცემათ მეორე ნივიჟუ სათვალეც. მიიღეთ კიდევ ერთი ნივიჟუ სათვალე, only ცენტრობი. ნუკრექიმს ოპერაციის დროს ორი რამის იმედი აქვს: ღმერთის და ასისტენტის. აბძანეთ? ნუკრი. ჩემთან მოდიხართ? დიახ. ხო. კი ბატონო, მოგძანდით. დიახ. შიშველი შემოვიდე კიდე. შიშველი შემოხვალთ? ხო, კი ბატონო, არ არის პრობლემა, მაინც უნდა გაგსინჯოთ. დიახ. მოემზადე მანამდე, გაიხადე. როგორ? მოდუნდე? არა მე და გაჯანტო. რა? მოიცარა ცაცარა, კარგი რა ცაცარა, მოიცადე რა, მოიცარა ცაცად. დამანებე რა თავი 1000 საქმე მაქვს რა ისედაც. გეხოცები რა. გამარჯობათ, მოგზანდით, დაბზანდით. ძალიან ცუდია. ფილტვები გაწუხებთ, ხო? ფილტვები ალბათ გაციებული ხართ. არა? ფილტვები არ გაწუხებთ? აბა რატო გახველებთ? უკაცრავად, ალერგიული ხომ არ ხართ? რამეზე ალერგია ხომ არ გაქვთ? არა, არაფერზე ალერგია არ გაქვთ? ხო, ბრონხების ბრალი იქნება მაშინ, ბრონხები იქნება. აბა თუ ალერგიული არ ხართ, ბრონხები გაწუხებთ ალბათ, ხო? სიგარეტს ეწევით ძალიან ბევრს სიგარეტს, დიახ, მივხვდი. ბევრ სიგარეტს ეწევით. აბა რა ხდება? დიახ, გისმენთ, რა ხდება აბა? დიახ. მამა მოგიგვტა ექიმო. წამოშევთ იმ წრე. როცა გუგამ სოკრატეს ცნობილი გამონათქვამი მაჩვენე შენი მეგობარი და გეტყვევინ ხარ შენ წაიკითხა სანჩიკა კარადაში საგულდაგულოდ ჩაკეტა რა უნდა მექნა შეშმა მაგრამ იმენა ატკაზი და ჩემ წინ ვიღაცა ორი იმენა გეიდგა და იმენა ეგრე ეს ელჩის მოადგილე თუ რაღაცა არ ვიცი მაგრამ საიმში არა და პახ და ეგრე ჩაურტყა მე იმენა ატკაზი დამირტყა ბიჭო შენ დაგიწყეს ატკაზი და იმათმის ეს ხადაო ბაბუ ეგრევე ეს ხედი ხელს ჩაკეტებული და რაღაცა ხედის გულზე ესე რაღაცა პონჩი ხახუნები და რაღაცა და იმათ ჩაურტყა მე ჩვენ ქვეყნა ჩვენ არ ბიჭოდო შენ თავს პიცავარ მაგარი იდეა გამიშთა შენ ჯანმრთელობას პიცავარ რა ვქნათ იცი სიმონ მე და შენ ვითომ გეები ვარ და რამე რა ხდები ჩვენ პონჩი რა ჯიგრულად რამე ვიზასაუბრ და რამე მე და შენ ხაც მაკაცურად რა და იმათ ისინი როგორი ფიქრობენ ხდები რა თემა რა ანუ ისინი თქვენ რომ აი გეები და ვითომ ამ ჩვენ ქვეყანაში ძმაო გვავიწროვებენ რა ვინ გვავიწრო აღა ვინ და ჩვენაერი როჟები ძმაო შენ არ შეავიწროვებდი აი ჩვენაერი ტიპები გვავიწროვებენ მაგრამ ეგ კარტყვა ეხლა აი მენა შევკმნები ხო ხდები რას გეუბნები მოდი რა ბიჭო თან ახლა წარმოვიდგინე რა ანუ კოცნის დროს მაო იფიქრე რაზე იცი რომ აი იქ რო ვარ უკვე რა ხდება ჩემი დედა რა მაგარი ბაზარი კოფეშოპები და ეგა და ხო ხდები მაგ დროს იფიქრე კოცნის დროს მაო არ და მაკაცრო და ახლა იმათ მე რა შეჭათულენი ხო ვიცით ჩვენ წვალებაზე რაღაცა და იმენ სელფი და გავაგზავნე ეგარი ბიჭო ხა სიმონ ეგრევე აი ტელეფონი აგერა მაო მაერტა It's Kiss me. That's what it is. Simon, დაგვისვან რა ისე და აპოჩი და გიზასაუბრე. აი ჩემთვის მაგრამ ერთი წამი მომისვენეთ ხო
Короче, იტოქში აი მეც შენ თავს ვიცავ რაღაც მეთქი. მოდი ხი 20 მომცოცო და პაპი ისე და პასტოგრამავ და მოვალთ რა ხოძე და რამე ბაბუ ხაბა ის როგორ ვიცოთ მაგას. ეს გახსნით ახლა. ბუ ამის მენძადა. ტუალეტში შემომხედე და ხო მაკოც. ძალიან გაკოცეთ. ფოტოები გადაიღე, სელფი და რამე. აი ერთი წამი ნახავ შეჭა. და ერთი წამი შეჭება, ძალიან სუდათ ვარ. ფოტოები. ზეგვა გმისატა. მე და სანჩიკას გვინდა ფოტოები, ხო ესეა. აუ რაღე რა. აი ერთი წამი განა. ბიჭო გამოგვივიდა და რამე. დენი დოლი ჩენდა. ნახე რა მაგარი ფოტოები. ეს რა არის? სასაყვალები არა, ვაზი. სასაყვალები ხო გითხარი ბიჭო, ენით ადგენ და სამამეთქი ბიჭო. ადინა, ძმაო, აბა ისე, ეგრე ყოველ დღე გუნა გადაკოცნო ხოლმე. შეჭა არ კოცნი ხოლმე ყოველ დღე. მაგის გამო ვინმე გაგვიშვებდა ესეც სამაკაცური გადაკოცნა. აი ეს რა არის შეჭემა რომ ტუჩი ატო გამომიწერე კბილები. იმიტომ რომ ისი არ გაგვიშვებენ ძენ მეთქი ძმაო, ხო გითხარი რომ ძმაო უნდა იყოს იმენა რომ დაიჯერო ნინა. ბიჭო დონალდ დაკივით ვარ შეჭემა რა გამიკეთეს რა არის შეჭე. ტუჩები მე გამოწერილი ბიჭო და კბილებით გიჭირავ. რატოში ბიჭო ეს ნახე. რა ეს ნახე ეს რა? ერთი წამი მანახე. ეს რა არის ბიჭო? ეს რა არის ბიჭო? არა. ეს რა გააკეთე? ისვენი რა. ეს ვინი ბიჭო რა დავლიეთ მაგის დედაო და ეს გაგეკეთები რა? დამაჯერებლები თუ და ეს აქენი შეჩემა. ფოტო არა. ფოტოა ბიჭო ეს რა აქენი? შე ბიჭო შიქ ხვარა გაქე? მე მაგ ბიჭო კიდე შიქ. აი გარეთყობა ვის აქვს შიქ? საქართველო მალე გაფრთხილდება შეისხავს არწივის ფრთებს ცაზე თეთრი მკრედი აფრინდება სიყვარულს მოგვიდანს ბებს ღმერთი მოფეს სინათლეს ეს დღე მალე ინათებს საქართველო გახდეს ფლიანი ჩვენი გულების სიხარული გაენთება ყველა ქართველის ოცნება სრულდება ჩვენი გულების სიხარული გაენთება გვიხაროთ ეს მალე მალე საქართველო გაფრთხილდება განზე არასდროს გამდგარა სამშობლოს დასაცავად დამდგარა ქართველი მებრძოლად დაბადებული სამშობლოსათვის თავდადებული თაბარი დროშით გადავიაროთ ავწიოთ მაღლა ავა პრიალოთ თაბარი დროშით გადავიაროთ ავწიოთ მაღლა ავა